რესპუბლიკური პარტია თავდაცვის ყოფილი მინისტრი საღამოშიდობის საკავადონ თინა მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩემი პირველი კითხვა ასეთი იქნებოდა, რატომ ახლა ამისთვის რომ ეს ინიციატივა თქვენ აგեղოთ საკუთარ თავზე, იყო საკმარისი დრო 4 წელი. მოგესალმებით ნინო, დიახ, მართალია ბრძანდებით, ამისი დრო 4 არა 25 წელი იყო, 93 წელსაც შეიძლებოდა ეს კონსტიტუციის პროექტში გაჩენილიყო. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ორი მთავარი მიზეზი არის იმის პასუხად, რატომ ახლა დღეს პირობითად დღეს ანუ ამ ბოლო პერიოდში წინა საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებულად გამოჩნდა, განსაკუთრებულად მძაფრად გამოჩნდა რუსული პროპაგანდის მომძლავრება ქვეყანაში. ჩვენ პირველად ვატარებთ საქართველოში არჩევნებს და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და მზად ვარ თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს ეკამათო, ფაქტები მითხრან, როდის ყოფილა აქამდე. პირველად ტარდება ქვეყანაში არჩევნები, როდესაც ღიად საჯაროდ ამდენი პოლიტიკური ძალა რუსული პროპაგანდის მანქანის სამსახურში არის ჩამდგარი. დღის წესრიგი აქვს კრემლის მიერ დაწერილი და ქართველ ამომრჩეველს თავაზობს კრემლის არჩევანს. ასეთი არჩევნები, კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოში არასოდეს არ ყოფილა. ზუსტად ამიტომ დღეს განსაკუთრებით აქტუალური არის, რომ სწორედ წინა საარჩევნოდ ყველა პოლიტიკური ძალის პოზიცია მკვეთრად ნათლად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გამორჩნდეს. ჩვენ არასოდეს ღია კარი არ გვიმტრევია. საქართველოში ეს საკითხი ასე ეჭვის ქვეშ, კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს არ დამდგარა. საქართველოში ხელმოწერების შეგროვებაზე არასოდეს პარლამენტისთვის მსგავსი ტიპის ინიციატივებით არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს არ მიუმართავთ. ამიტომ არსებობს რეალობები, რომელიც იცვლება. როდესაც რეალობები და ნარატივი იცვლება, მაშინ პასუხისმგებლობიანი ძალები მზად ხვდებიან ამ შეცვლილ რეალობას, რომ უპასუხონ ადეკვატურად, ქმედითად და სწრაფად. რა იყო იმის მიზეზი, რომ 7 ივლისს ნატოს სამიტის წინ ქართულმა პოლიტიკური ძალების ერთმა დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის მაგვარიც ბევრჯერ მიგვიღია, ბევრჯერ გვითქვამს, რა იყო იმაში განსხვავებული, არაფერი. ზუსტად ასევე შეგვეძლო კითხვა, დაგვესვა რა საჭირო იყო. იმიტომ იყო საჭირო, რომ ვარშავის სამიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი, იყო კონკრეტული რეალობა, რომელსაც კონკრეტული იმ მომენტისთვის ადეკვატური პასუხი ჭირდებოდა და ამიტომ სწორედ პარლამენტში მოხდა ამ დოკუმენტის ინიცირება, მისი ხელმოწერა და ვარშავაში გამოგზავნა, რასაც ბატონი პრეზიდენტი, მე, საგარეო საქმეთა მინისტრი იქ ჩვენ დელეგაციის წევრები აქტიურად და ქმედითად. თუმცა ახლა გაცილებით სხვა საკითხია საუბარი. ეხლა ეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ახლა ოცნების წარმომადგენლებს ჩვენ ვუსმენდით, ალბათ კიდევ მოусმენთ, თუ კი ეს საკითხი მართლაც და დღის წესრიგში დაისმება. მე მაინტერესებს ეს რეალისტურია თქვენთვის, რომ არჩევნებამდე მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილება, თუ მაინც უფრო ფიქრობთ, რომ ეს იქნება ტესტი თქვენი კოლეგებისთვის ჩატარებული, რომელიც გამოაჩენს რა სურთ მათ რეალურად. საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება, ცვლილების მიღება არჩევნებამდე არ არის რეალისტური. საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება არის აბსოლუტურად რეალისტური. საქართველოს პარლამენტში მყოფი პოლიტიკური ძალების იმდენმა წარმომადგენელმა, უბრალოდ იმდენმა პოლიტიკურმა ძალამ მოაწერა ხელი 7 ივლისის დეკლარაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ამბობ ვარშავის სამიტის წინ მომზადდა, რომ ეს სრულიად საკმარისია საკითხის ინიცირებისთვის, ანუ 76 ხმისთვის, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება. აქ ამაზეა საუბარი, იმიტომ რომ პარლამენტს რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი მისი ფუნქციონირების და რა თქმა უნდა ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად ის ცვლილებას ბოლომდე ვერ მიიყვანს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება იმ ტიპის მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ შემდეგ პარლამენტს დაუტოვებთ უკვე დასასრულებლად. საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთხელ ინიცირებისთვის, განხილვის დაწყებისთვის და პროცესის დაწყებისთვის საუბარია მხოლოდ პროცესის დაწყებაზე. თუმცა აი უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი უпроსორად ფრაქციის გეა-ვოლსკი ოცნების ამბობს ასეთ რამეს, რომ დავით უსუფაშვილმა ამ განცხადებით ისე როგორც ნინო ბურჯანაძემ კონსტიტუციის მიღმა დატოვა ის ადამიანები ტოვებს უпроსორად კონსტიტუციის მიღმა, ვინც არ ფიქრობს ასე, ვინც არ ფიქრობს რომ კურსი დასავლურია და სხვა შორის ვოლსკიმ კონკრეტული პროცენტი თქვა 15-20% არ ფიქრობს რომ ქვეყნისთვის ევროინტეგრაცია აუცილებელი და საჭირო და ერთადერთი გამოსავალია.
პირველ რიგში გვერდზე დატოვა თუ როგორ თქვეს, იგნორი გაუკეთავოთ მიღმატოვებს პროცესს. ეს არ არის სერიოზული საუბარი. მე ვფიქრობ, რომ იხუმრა ბატონმა გიამ, დიდი იმედი მაქვს, რომ იხუმრა ბატონმა გიამ, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუციაში ბევრი ისეთი რამე წერია, რასაც ჩვენი მოსახლეობის ერთი ნაწილი, ხან ცოტა, ხან დიდი არ ეთანხმებოდა ხოლმე. მე კარგად მახსოვს, ცოტას ემახსოვრება დღეს საქართველოს პარლამენტში მყოფიან ქართული ოცნების მიერ უკვე შეთავაზებული მაჟორიტარებიდან, მაგრამ მე კარგად მახსოვს საკუთარ თავზე გამოვიარე, როდესაც სიკვდილით დასჯის გაუქმების კამპანია გქონდა ჩვენ და შემდეგ ეს კონსტიტუციაში აისახა, ჩვენი მოსახლეობის ერთი ნაწილი მაშინაც ფიქრობდა, რომ სიკვდილით დასჯა უნდა შეგვენარჩუნებინა, მაგრამ მაშინ ეს ცვლილება განხორციელდა და საქართველოს კონსტიტუციით ეს საკითხი მოგვარებულია. ესეთი თემები შემიძლია ბევრი გითხრათ. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველო არის რესპუბლიკა და არა მონარქია. თუმცა საქართველოში მონარქისტებიც არიან. ეხლა დავიწყოთ პროცენტების გაზომვა, ადამიანების დანომრა და იმის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები, როდესაც ეს გადაწყვეტილებები პროგრესისკენ არის მიმართული თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. საქართველოში ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში და ეს პასუხია კიდევ მეორე ნაწილისთვის, ვისი კომენტარებით ჩვენ დღეს მოვისმინეთ და ქმედითად აპელირებენ იმაზე, რომ თურმე ასეთი გადაწყვეტილებები ხალხის მიერ უნდა იყოს მიღებული მხოლოდ ექსკლუზიურად და არა პარლამენტარების მიერ. იმიტომ ტარდება ქვეყნებში არჩევნები და იმიტომ გამოდიან არჩევნებზე პოლიტიკური ძალები პლატფორმებით, ფილოსოფიით, ხედვებით, პრინციპებით, ღირებულებებით, საარჩევნო პროგრამებით. ბევრს არა აქვს საქართველოში ეს, მაგრამ წესით ესე უნდა იყოს და ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა კონდეს პასუხები ძირითადად ეგზისტენციალურ თემებზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანზე, რომ არჩევნებზე ამბობს, გცემს პასუხს ქვეყნის მოსახლეობა ასეთ საკითხებს, როდესაც 25 წლის მანძილზე ერთმანეთის მიყოლებით ყველა არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხმას აძლევს სწორედ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ ძალებს, როდესაც ქვეყანაში პლებისციტია ჩატარებული ზუსტად ანალოგიური კითხვით და პასუხი გაცემულია. ეხლა დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე ესეთ გადაწყვეტილებებზე ხალხს უნდა ვკითხოთ, ისე უბრალოდ პოპულიზმია და ეხლა თვითონ რადგან ამას ამბობენ, მეც გამოვიყენებ ამ სიტყვას პოპულიზმი და დემაგოგია. არ შეიძლება კონდეს პრეტენზია, რომ მოდიხარ ხელისუფლებაში და მე იძახო, რომ შენ კანონსაც კი აღარ მიიღებ, კონსტიტუციაში ცვლილებასაც არასოდეს აღარ განახორციელებ, პასუხისგებლობა მუდმივად ხალხს უნდა აკიდო და შენ რატო ხარ აბა, სად მოდიხარ, რატო მოდიხარ, საერთოდ რა გინა ამ პარლამენტში, ამ მთავრობაში და ის დავბრუნდეთ იქ იმ ძველ დროში, როდესაც მოსახლეობა მთავარ მოედნებზე იკრიბებოდა და ხმამაღალი შეძახილით, ვისაც უფრო მეტად შეეძლო, ისე იღებდა გადაწყვეტილებებს. არჩევნებზე აძლევს ხალხი ხმას ამ ტიპის გადაწყვეტილებებს საკუთარი არჩევნებით პოლიტიკური ძალის, რომელსაც ანდობს ქვეყნის მართვას. ეს არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი. დემოკრატიული ქვეყნების 99%-ში, თუ გამოვაკლებთ შვეიცარიას, ასეთ საკითხებზე რეფერენდუმები არ ტარდება, იმიტომ რომ ასეთი საკითხებით ტარდება არჩევნები. დიახ, დავით უსუფაშვილმა დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო თემა განაცხადა, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პარლამენტში ან პარლამენტს გარეთ არის და ასე ელაპარაკოს საკუთარ ამომრჩეველს, საქართველოს მოსახლეობას დღეს სინამდვილეში და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ორი მთავარი გამოწვევა და პრობლემა აქვს. ეს არის რუსული აგრესია, ოკუპაცია, ის დემაგოგია და პროპაგანდა, რომლის ქვეშაც ქვეყანა არის და რომელიც ზღვასავით მოედინება, რა პასუხი აქვს ამაზე პოლიტიკურ ძალებს, ამაზე უნდა გაცეს პასუხი ყველა პოლიტიკურმა ძალამ და შესაბამისად 8 ოქტომბერს უკვე ამომრჩეველმა ამ პასუხების მიხედვით გააკეთოს არჩევანი და მეორე ეს არის ეკონომიკა, დასაქმება, სიღარიბე, რომლის დაძლევაზეც ასევე უნდა გქონდეს პასუხისმგებლობიან პოლიტიკურ ძალებს და 8 ოქტომბერს ხალხმა უნდა თქვას, ვის აძლევს მანდატს. ამ არჩევანით ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ეხლა ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ თურმე უბლოკო სტატუსი ექნება ქვეყანას თუ ბლოკიანი თუ ნატოში შევალთ ჩვენ თუ ევრაზიულ კავშირში, რეფერენდუმზე უნდა გადავწყვიტოთ, ეს არის წმინდა წყლის დემაგოგია. ამისთვის არსებობს არჩევნები. ნინო ბურჯანაძე საქართველოს ხედავს კრემლის კურანტების ფონზე. რესპუბლიკური პარტია და დავით უსუფაშვილი საქართველოს ხედავს ნატოში და ევროკავშირში. შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ, უნდა კრემლის კურანტების ფონზე საკუთარი ცხოვრების და მომავლის აშენება, თუ უნდა ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად საკუთარი მომავლის აშენება. ბურჯანაძე იქნება ამ გადაცემის სტუმარი და სავარაუდოდ გააკეთებს კომენტარს ამ ინიციატივაზე, რომელიც რესპუბლიკელთა ლიდერის და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გააკეთა, თუმცა მანამდე სწორედ ეს მინდა გკითხოთ თქვენ
რეალურად საფრთხეთ მიიჩნევთ, რომ თქვათ ასეთი ტიპის საკონსტიტუციო ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში უახლოესი 4 წლის განმავლობაში ან უახლოეს მომავალში საპირისპირო მოხდეს, თქვათ მართლაც და რეალობად იქცეს უბლოკო სტატუსის ასახვა კონსტიტუციაში, ან თუნდაც კონსტიტუციაში აუსახავად ცვლილება. თქვენ მხოლოდ ბურჯანაძის თქვათ ოპონირებით ხართ ამ ეტაპისთვის, იდეის ოპონირებით დაკავებული, თუ ეს თავისთავად შეიცავს ეჭვებს ოცნების სამომავლო ხედვების მიმართ დასავლური კურსის მისამართით. მე ბერჯელ მithkomza დღესაც გავიმეორებ, რომ მე არ მაქვს არავითარი ეჭვები ქართული ოცნების ლიდერის დასავლურ ორიენტაციასთან და მის შეხედულებებთან დაკავშირებით. ეს ადამიანი პრემიერ-მინისტრი იყო იმ თავრობის, სადაც მე თავდაცვის მინისტრი ვიყავი და არც ერთი დღე ამ 15 თვის განმავლობაში ჩემი თავდაცვის მინისტრობის მე არც დისკომფორტი მქონია, არც პრობლემა შემქონია, არც არავის არანაირი კითხვა არ დაუსვავს იმასთან დაკავშირებით, რასაც მე ვაკეთებდი. და რასაც მე ვაკეთებდი ეს, რომ ერთნიშნულად ცალსახად საქართველოს ნატოში იყო, ანუ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები იყო და ამ მიმართულებით წარმატებული პროექტები, ვფიქრობ ამაში ეჭვია. კვირიკაშვილთან ამ თემაზე თქვენ კითხვები არ გაქვთ. მე ქართული ოცნების ლიდერთან მე ამ თემაზე კითხვები არ მაქვს, რაც ივანიშვილთან ქალბატონთინა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ თქვენ რაღაცნაირად გამოყავით, რომ კვირიკაშვილთან კითხვები არ გაქვთ. ქალბატონო ნინო ნიშნავს, რომ ვინმესთან კითხვა გაქვთ, უბრალოდ ეს შეკითხვა გამოსწევთ, რომ ჩაგეჭერით, დიახ. არა, გასაგებია თქვენ რო შეკითხვა გაგიშოთ, თქო ირანიშვილი არ იყნის კერს სამარჩევნებში, როგორც მე მახსოვს, თქვენ თუ რამე სხვა იცით, გამახსენეთ, მაგრამ კითხვები მე სხვა ადამიანებთან მაქვს, რომელთაც ყოველდღიურად გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს ხოლმე სხვადასხვა აქციების დროს ამათუ იმ ქალაქებსა და რეგიონებში. მათთან მაქვს მე კითხვები, იმიტომ რომ მათმა ერთ-ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა სულ რამოდენიმე დღის წინ მისცა ინტერვიუ, თუ არ ვცდები კვირის პალტრას, შეიძლება გაზეთი მეცლება ეხლა ამაზე თავს ვერ დავდებ, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ საერთოდ ვერ ხედავს, რატომ არის რუსეთი აგრესორი, ბატონ ბუკიას გულისხმობ და საერთოდ ვერ ხედავს, რა პრობლემა არის რუსეთთან მიმართებაში და რატომ არის ამხელა ამბავი ატეხილი საქართველოში, რომ თურმე რაიმე ტიპის აგრესიას ანხორციელებს რუსეთი. ის არ არის ექსკლუზიური ამ ამბავში, ჩვენ ამ მაჟორიტარებში ბევრი ვიცით, რომელიც ანალოგიური განცხადებებით ხასიათებიან. ამიტომ მე ხაზგასმით გავყავი ერთმანეთისგან ქართული ოცნების ლიდერი და შემადგენლობა, რომელსაც ის წარადგენს ყოველდღიურად სხვადასხვა რეგიონებში და მე დიახ, მაქვს ამასთან პრობლემა, კითხვები, შეშფოთების საფუძველი. თუმცა თქვენ კითხვაზე ჩემი პასუხი, თქვენი კითხვის პირველ ნაწილზე არის ცალსახად არა, მე არ ველოდები, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს რაიმე საფრთხე დაემუქრება 2016 წლის არჩევნების შემდეგ, იმიტომ რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ამომრჩეველი არ შეცვლის თავს, არ შეიცვლის გემოვნებას, არ შეცვლის საკუთარ დამოკიდებულებას და ზუსტად ისე, როგორც 25 წლის განმავლობაში ამჯერადაც აირჩევს სწორედ ასეთი მიმართულების ევროპული, ევროატლანტიკური, ნატოში საქართველოს გაწევრიანების მომხრე პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. მაგრამ დღეს საარჩევნო კამპანია, დღეს 9 ოქტომბერი არ არის. დღეს არის წინა საარჩევნო კამპანია, სადაც ჩვენ ვხედავთ მომძლავრებულ რიტორიკას, გაუგებარ კონცეფციაზე, აბსოლუტურად გაუგებარ კონცეფციაზე. მე ჩემი არგუმენტები დავწერე რამოდენიმე დღის წინ, ძალიან კონკრეტულად ჩამოვაყალიბე, რატომ არის აბსურდული, დემაგოგიური, არაფრის მთქმელი, არაფრის მომცემი, აბსოლუტურად არანაირი კონცეფციის მატარებელი უბლოკო სტატუსი, ესეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, ვერც ერთი სახელმწიფო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ამის შესახებ, ნეიტრალიტეტი ბუნებაში არ არსებობს, თუ ამ ნეიტრალიტეტს შენი მეზობლები არ ეთანხმებიან, საუკეთესო მაგალითია მოლდოვა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ის ნეიტრალური ქვეყანაა, თუმცა მისი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის, საუკეთესო მაგალითია უკრაინა, რომელსაც არასოდეს არ უთქვამს, რომ ნატოს წევრობა უნდოდა, მაგრამ ამის შემდეგ მოხდა და ამ ფონზე სწორედ მოხდა ყირიმის ანექსია, ამ ფონზე მოხდა აღმოსავლეთ უკრაინაში აგრესია და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო უკრაინამ საუბარი ნატოსთან ალიანსზე. საქართველოში საოკუპაციო ჯარი დგას დღეს, უცხო ქვეყნის შეარაღებული ძალები დგანან ჩემი ქვეყნის მიწაზე, ჩემი ქვეყნის ჰაერში დაფრინავენ, ზღვაში დაცურავენ უცხო ქვეყნის შეარაღებული ძალების სამხედრო საშუალებები და ამ დროს საუბარი იმაზე, რომ თურმე ნატოს ჯარები არ მოგანლაგდეს საქართველოში, მე უბრალოდ არასერიოზული მგონია, თუმცა ყველა ადამიანს, ყველა პოლიტიკურ ძალას სწორედ ის პლატფორმა აქვს, რომელიც აქვს, სწორედ იმ პლატფორმით წარსდგება ამომრჩეველთან, რომლიცაც მას ჯერა 8 ოქტომბერს მოსახლებამ უნდა გააკეთოს არჩევანი, როდესაც პარლამენტში შედის ასეთი ტიპის ინიციატივა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვალდებულია, უბრალოდ ვალდებულია პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, არა განცხადებები, არამედ ასეთივე ქმედითი ნაბიჯი დაუპირისპიროს. ჩვენ
ჩვენ ბევრი განცხადებები მიგვიღია საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, სხვათა შორის ქალბატონ ბურჯანაძეს ხელი აქვს მოწერილი რამდენიმე ასეთ განცხადებაზე, როდესაც ის პარლამენტის სპიკერი იყო, იმის შემდეგ აღმოაჩინა, რომ რუსეთი უკეთესი არჩევანი იყო. ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია, ჩვენ იქ ვართ, რითიც დაიწყო რესპუბლიკური პარტია 78 წელს, რომ ეს იყო დემოკრატიული რესპუბლიკა, დასავლეთით მიმავალი უსაფრთხოების ნატოს ხოლგის ქვეშ. ამიტომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც დღეს პარლამენტში არის განსაკუთრებით წარმოდგენილი, ჩემი აზრით ძალიან მარტივად უკვე ქმედებით უნდა გასცეს პასუხი აი ამ მომეტებულ აგრესიას და შემოტევას, რომელიც პრორუსული ძალებისგან მომდინარეობს საქართველოში. ეს ძალიან მარტივია. ჩვენ ყველამ ერთად ვთქვით განცხადებაში, რომ გვინდა ნატოში. დღეს მათ თქვენს რომ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას საპირისპიროზე, ჩვენ ვინც ვთქვით რომ გვინდა ნატოში, ამას უკვე ქმედება და არა განცხადება უნდა დაუპირისპიროთ. ქმედება არის სწორედ ის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და უსუფაშვილი რესპუბლიკელების საარჩევნო ლიდერმა წარმოადგინა. ჩვენ ველოდებით გამოხმაურებებს ყველა პოლიტიკური ძალისგან და საუბარი იმაზე, რაც ქართული ოცნების ფრაქციის ხელმძღვანელისგან მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონ მაგია მიხუმრა, იმიტომ რომ მაშინ მე ძალიან მწუხვარ, მას მოუწევს მონარქისტებისთვის პასუხის გაცემა, რატომ არის საქართველოს რესპუბლიკა და არა მონარქია. მადლობა თინე ხიდაშვილს, რომელიც პასუხობდა რუენის შეკითხვებს და